მე მგონია, რომ 90-იან წლების მეორე ნახევრიდან დაუწერელი შეთანხმება არსებობდა ქართული საზოგადოების, რომ ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ გვინდა დასავლური ინტეგრაცია, მაგრამ გვესმოდა, რომ ჯერჯერობით ეგ მომენტი არ არის, რომ რაც ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ნატოს წევრი გავხდეთ, ეგ გვესმოდა შევარდნის დროსაც, გვესმოდა ნაციონალური მოძრაობის პერიოდშიც და ქართული ოცნების პერიოდშიც. ანუ ჩვენ ველოდებოდით მომენტს, როდის შეიძლება რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატოში და სანამ ველოდებით, შეთანხმება იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი ბენეფიტი წამოვიყოთ დასავლეთიდან, რომ მზად ვიყოთ იმ მომენტისთვის. და 2022 წლამდე ამას ქართული ოცნების ხელისუფლებაც ასრულებდა, ალბათ თუ კარგად. მაგრამ გადამწყვეტი მომენტი როცა დადგა, როდესაც ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ეს ფანჯარა და 2030 წელს მართლა უკვე უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში, აი ეს შეთანხმება რაც იყო ქართულ საზოგადოებაში, ეს ეროვნული ინტერესი რაც იყო ევროპასთან ინტეგრაციის, გადამწყვეტ მომენტში ქართული ოცნება კოლაბორაციაზე წავიდა და ეს ეროვნული ინტერესები მათ ბიზნესმა უღალა და გაყიდა. მე ასე ვუყურებ აი ამ პროცესს, რომელიც არ იყო რაღაც მოკლევადიანი და რაც 2012 წელს არ დაწყებულა, 200 წლზე მეტი არის ეს პროცესი მიდის და სხვადასხვა ხელისუფლების ქონდა დამსახურება. მათ შორის ქართულ ოცნებაში მუშაობდა იმ ბიუროკრატებსაც ჰქონდათ დამსახურება ევროპასთან დაახლოების. თუმცა მათ დიდი ნაწილი დღეს უკვე სისტემაში აღარ არის და გააგდეს ისინი სისტემიდან.